Ვენუღრებთ კურიერს 9 საათს და დღის მთავარი სპორტული სიახლეებით დიმიტრი ობოლაძე გვერდება საღამოშტებს. საღამოშტებს. Ძიუდოში თბილისის გრან-პრისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასათვალიერებლად და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის გასაცნობად საქართველოში სამდღიანი სამუშაო და საკონსულტაციო ვიზიტი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები ლიზა ალანი და მარიან კლაუდიუ ჩიმიუ ჩამოვიდნენ. სტუმრები თბილისის სპორტის სასახლეს ძიუდოს აკადემიას და იმ სასტუმროებს დაათვალიერებენ, სადაც გრან-პრის სველობის დროს სპორტსმენები, მსვლელები, მსაჯები და საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლები იცხოვრებენ. ძიუდოში თბილისის გრან-პრი 21-23 მარტს გაიმართა. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის გრან-პრი ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. ჩემი ოპტიმიზმი ქართული ძიუდოს უდიდეს ტრადიციებსა და ამ ტურნირისადმი მთავრობის ინტერესებს უთმება. ვიცი თუ როგორ სურს ქართულ მხარეს ეს ტურნირი განსაკუთრებული გახდეს. ჩვენ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას დავათვალიერებთ და რეკომენდაციებს მოგცემთ. საერთაშორისო ძიუდოს ფედერაცია გადაწყვიტავს, რომ მომავალი წლიდან ამ გრან-პრის მიენიჭოს ლიცენზიები ოლიმპიადისათვის. ეს იქნება უკვე აღიარება გრან-პრის ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სწორედ თბილისის გრან-პრი იყოს ლიცენზიების გამცემი გრან-პრი მომავალში.